მერკური და დღეს გაძლიერებული იქნება ინტუიცია. ვისთვის იქნება დღევანდელი დღე ქაოტური ზოდიაქოს, რომელმა ნიშანმა უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე, ვინ უნდა დაისახოს სამომავლო გეგმები, ამას უფრო ვრცლად ვინ გვეტყვის, ვინ თუ არა ნინა სუსლოვა. ნინა სუსლოვა, გუში მითხრა სახში იჯექიო და ვერ შევუსრულეთ. უნდა სულგარეთ ვიყავი. ახლა დღეს ნახოთ რა დავალება მაქვს. კარგი, მოვუსმინოთ ნინას. დილამშვიდობი საქართველოს დღეს 26 მარტია, ოთხშაბათი. დღევანდელი დღეს მმართველი პლანეტა მერკურია და დღეს საკმაოდ გაძლიერებული იქნება ინტუიცია. შეეცადეთ, რომ ეს დღე შედარებით მსუბუქად და მარტივად გაატაროთ. გარდა ამისა, არ არის სასურველი მნიშვნელოვანი სერიოზული სამედიცინო პროცედურების ჩატარება. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ზოდიაქოს ნიშნებზე. ვეძებო, შესაძლოა დღევანდელი დღე შედარებით ქაოტურად დაიწყოს. შეიძლება რომ ვერ მოახერხოთ კონცენტრაცია და ორიენტირება იმაზე, რაც რეალურად არის მნიშვნელოვანი. თუ გსურთ და საჭიროა თქვენი ძველი საქმეების დასრულება, უმჯობესი იქნება თუ ჯერ კონკრეტულზე ფოკუსირდებით და შემდგომ გადახვათ სხვა საქმეს. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ ყველაფერს მარტივად გაართვათ თავი. გარდა ამისა, გაზრდილი ემოციურობის გამო შეეცადეთ, რომ მეტი სიმშვიდე გამოიჩინოთ და არ შეხვიდეთ კონფლიქტებში. კურვებო, დღეს თქვენი ემოციური მდგომარეობა არ არის სტაბილური. შეეცადეთ, რომ მეტი სიმშვიდე შეინარჩუნოთ და არ აპროვოციროთ კონფლიქტები. გარდა ამისა, არ არის სასურველი ინიციატივის გამოჩენა სამსახურში, რადგან არის იმის ალბათობა, რომ შეცდომებს დაუშვებთ. ასევე თუ გჭირდებათ განდვრთვა, შეგიძლიათ რომ დაკავდეთ ჰობით ან იმ საქმიანობით, რასაც თქვენთვის სიამოვნება მოაქვს. რაც შეგეხებათ თქვენ ტყუბებო, თუ გჭირდებათ რაიმე მნიშვნელოვანის მიღწევა, შეგიძლიათ რომ დაგეგმოთ და შემდგომ იმოქმედოთ. არ არის სასურველი სიჩქარე, არ არის სასურველი სხვისთვის ამის გაზიარება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ შეგიძლიათ მოქმედების დაწყება ან ამ ყველაფრისთვის მომზადება. თავარი არის, რომ გჯეროდეთ საკუთარი თავის და გჯეროდეთ იმის, რასაც აკეთებთ. მოკლედ, ძალიან კარგი იქნება თუ დროს დავუთმოთ საკუთარ თავს და იმ გეგმების შედგენას, რაც გინდათ რომ მომავალში განახორციელოთ. კეჭრებისთვის დღეს სასურველი იქნება განდვერთვა და ენერგიით ავსება. კარგი იქნება თუ მოაწესრიგებთ სამუშაო მაგიდას, მოიყვანთ წყობში და წესრიგში. შეიქმნით ისეთ გარემოს, სადაც თქვენთვის კომფორტული იქნება მუშაობა. გარდა ამისა, გაძლიერებული იქნება დღეს თქვენი ინტუიცია და ასევე შეგიძლიათ ეს დღე გამოიყენოთ იმ საქმიანობისთვის, რომელსაც თქვენთვის სიამოვნება მოაქვს. მაგალითად, შეგიძლიათ ჰობს დაუთმოთ ან მაგალითად რაიმე შემოქმედებითი გააკეთოთ. მოკლედ, უმჯობესი იქნება თუ დღეს მეტად ორიენტირებულები იქნებით საკუთარ თავზე და არა უშუალოდ მუშაობაზე ან საქმეების შესრულებაზე. ლომებო, თუ რომელიმე საკითხში დახმარება და გარკვევა გჭირდებათ, შეგიძლიათ რომ თქვენს მეგობრებს დაეხმაროთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის შესრულება დამოუკიდებლად გირჩევნიათ, რაღაც მომენტში დახმარება თქვენს გჭირდებათ. მოკლედ, თუ ხვდებით, რომ გჭირდებათ რჩევა, მითითება ან გამოსწავლის პოვნა, მარტივად შეგიძლიათ დასახმარებლად თქვენს ახლობელ ადამიანებს მიმართოთ. აუცილებლად გირჩევენ, აუცილებლად დაგიდგებიან გვერდით და მიგითითებენ სწორი გზისკენ. რაც შეგეხებათ თქვენ ქალწულებო, დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესო იქნება თქვენთვის. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ინტუიცია, ასევე რაციონალურობა. გარდა ამისა, კარგი იქნება თუ დისკუსიის დიალოგის დროს დააკვირდებით თქვენს თანამოსაუბრეს, მის ჟესტებს, როგორ მოგმართავთ, როგორ მეტყველებს. ეს ბევრი ინფორმაციას მოგაწვით იმასთან მიმართებაში, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ. მოკლედ, შეეცადეთ, რომ დღეს იყოთ მაქსიმალურად დაკვირვებულები და მცირე დეტალებსაც კი მიაქციოთ ყურადღება. სასწორებისთვის დღევანდელი დღე შედარებით ქაოტური იქნება. არ არის სასურველი ახალი პასუხისმგებლობების აღება, თუმცა მარტივად შეგიძლიათ დაასრულოთ ძველი საქმეები. ამასთან ერთად კარგი იქნება თუ ვალდებულებები, რომლებიც თქვენ რეალურად არ გაკისრიათ, გადააბარებთ მათ, ვისი ვალდებულებაც არის და ვისაც ევალება რეალურად ამ ყველაფრის შესრულება. მოკლედ, განთავისუფლდეთ ყველაფერი იმისგან, რაც თქვენს პასუხისმგებლობაში არ შედის და რაღაც მომენტში ხელს გიშლით იმაში, რომ მეტ წარმატებას მიაღწიოთ. მორიელებო, დღეს შეეცადეთ, რომ თავიდან აირდოთ სტრესი და გადაღლა. შეგიძლიათ, რომ დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები, თუმცა ნუ აიღებთ ახალ ვალდებულებებს, განსაკუთრებით ისეთს, რომელიც რთულად შესასრულებელია, რადგან არის იმის ალბათობა, რომ შეცდომას დაუშვებთ და რაღაც გამოგეპარებთ. მოკლედ, ეცადეთ, რომ დღევანდელი დღე შედარებით მსუბუქად და მარტივად გაატაროთ. ასევე შეგიძლიათ რომ მოინახულოთ მეგობრები და გაატაროთ დღევანდელი საღამო დადებით გარემოში. რაც შეგეხებათ თქვენ მშვილდოსნებო, დღეს არ არის სასურველი რომ ბევრ ადამიანთან გქონდეთ კომუნიკაცია, რადგან მათმა რჩევებამ, მითითებამ და კრიტიკამ შეიძლება მარტივად გაგაღიზიანოთ. უმჯობესი იქნება თუ დღევანდელ დღეს შედარებით მშვიდ გარემოში გაატარებთ. შეიძლება რომ განმარტოვებაც კი იყოს თქვენთვის ძალიან სასარგებლო და წარმატების მომტანი. მოკლედ, შეეცადეთ რომ ბევრი არ ისაუბროთ, ბევრი ინფორმაცია არ გაცვალოთ და შედარებით ესეთ მყუდრო გარემოში იყოთ. დღესქებისთვის დღევანდელი დღე პროდუქტიული იქნება იმ შემთხვევაში თუ საკუთარ თავს დაეყრდნობიან. დღეს არ არის სასურველი სხვების რჩევების ან მითითებების გათვალისწინება. გარდა ამისა, უმჯობესი იქნება და უფრო მეტად პროდუქტიულები იქნებით იმ შემთხვევაში თუ ჯერ ერთ საქმეს შეასრულებთ და შემდგომ გადახვალთ სხვა დავალებების შესრულებას. მოკლედ, სწორად გაანაწილეთ, სწორად დაგეგმეთ დღევანდელი დღე და აუცილებლად იქნება ის თქვენთვის წარმატების მომტანი. მერწყულებო, დღეს შესაძლოა გინდოდეთ რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად გააკეთოთ და ყველაფერი მალე დაასრულოთ. თუმცა ამ შემთხვევაში შესაძლოა პირიქით უფრო მეტი შეცდომა დაუშვათ. შეეცადეთ რომ დღევანდელი დღე სწორად დაგეგმოთ,
სწორად გადაანაწილოთ დრო და არ იჩქაროთ. ყველაფერს მოასწრებთ, ყველაფერს მოახერხებთ, თუმცა სიჩქარეში პირიქით არის იმის დიდი ალბათობა, რომ შეცდომას, რომელსაც დაუშვებთ, ძალიან რთული იქნება მისი გამოსწორება. მოკლედ, შეეცადეთ, რომ არ იჩქაროთ და არ გქონდეთ იმის სურვილი, რომ ყველაფერი ერთდროულად სწრაფად გააკეთოთ. ხოლო რაც აკეთებთ თქვენ თავზე, რომ დღევანდელი დღე თქვენთვის საკმაოდ წარმატებული იქნება. შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ძველ გეგმებსა და მიზნებს, რომლებიც ვერ შეასრულეთ და რომელთა შესრულების ძალიან დიდი სურვილი გქონდათ. შეგიძლიათ მისცეთ მცირე იმპულსი, გადადგათ რაღაც პატარა ნაბიჯი, რომელიც მათ რეალიზაციაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, ენდეთ საკუთარ ინტუიციას, ის გიკარნახებთ, როგორ უნდა მოიქცეთ სწორად. გისურვებთ ყველას ბედნიერ და წარმატებულ დღეს.